ცოტას მუსიკას მოусმინოთ. ვატო აქციაზე იქნება, ხო, მე მგონი. გადაიკეტა თუ არა ზუსტად რო გითხრას. ვეთ გადაიკეტა. ალო. აქციაზე ხო არ ხარ ვატო? არა. ოკეი. გიონადირაც. არა, გადაკეტილი იყო თუ არა, მაინტერესებდა ერთად. ჩვენ ვცდილობთ რომ გადაიკეტება მე იმ ადგილიდან გადიან და მე შევდივართ რომ რაღაცა დამატებითი პრობლემა არ იყოს ან არ წაგვართვან ან რაღაც. მგონია რომ მაღაზე ინადირებენ. პოლიციელები გავიდნენ. არ გაჩერდება ხალხის დინარი. ან თავისუფლება რეჟიმის ტყუებს. ხო, მოდი ესე ვთქვი, თავისუფლება. ცოტა დააპატარავენ. დღეს არის საბას ხვიტარიძის დღე. მადლობა. 46 პატიმრის ყოველდღე სხვა მათგანის სახელს და გვარს წერს და ესე გაგრძელდება სანამ თითოეული მათგანი არ გამოვა და თავისუფლებაზე ჩვენ გვერდზე არ იბრძოლებენ იმ რეჟიმის გადატენებას. აქციებია მართლა ძალიან გულშემატკივრად და რო გაქრა რაღაცნაირად ან თქვენი ხმაგ თითქოსე გაქრა. რატო იყო ეს პერიოდი ისე იმ ვისთან ერთადაც დავიწყეთ ჩვენი მეგობარი ახლა დროებით ჰიბრიდული ომის მკვლევარია და წავიდა ევროპაში პროექტით. მე არ ვიცოდი თუ შენ დექილაზე და ხვალ რომ მივალ მეთქი უნდა გავიცნო და გუშინ დაგვეჯარიმეს, მაგრამ ო, ეგ მოვინახე. საუბრობთ დღესაც დაგვეჯარიმეთ. მაგრამ დღეს ხო, ალბათ დღესაც დაგაჯარიმები, მაგრამ ხო, მაგრამ აი რა ეს ლაზერი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩემთან მოვიდნენ ღამის 2 საათზე. 3 შემოვიდნენ რაღაცა მძიმე სახეებით და რაღაც მომიტანეს ფურცელი, გონიათ რომ რაღაც მაგითი შემაშინებენ, რომ 2000 ლარით დაჯარიმდი ლაზერის გამოყენებისთვის. კარზე კაკონი როცა და როცა იხედება ადამიანი და 3 პოლიციელი და დიქტატურა რაღაც აი ეგეთი სურათი დახვდა ზუსტად რო გავიხედე კარებში რა. რაღაც 3 პოლიციელი და რაღაც აბსურდული სიტყვებით მეუბნებიან რომ შეკრების და მანიფესტაციის ადგილზე გამოიყენე აკრძალური ნივთი ლაზერი. ბექასაც რამოდენიმეჯერ სახთან დავხდნენ, მეც სახთან დავხდნენ. ამ ტიტუშკემა და რაღაც ნიღმიანმა ადამიანებმა ვერ გაგვაჩერეს და ეხა რაღაც ფარატინა ფურცელი სადაც მათი აბსურდული კანონის მიხედვით ჩვენ კრიმინალები ვართ, ვერც ეგ ფურცელი ვერ გაგვაჩერებს. ჩვენ ვიყენებთ ეს არ არის დაჯარიმებადი. კანონში უწერიათ რომ ჩვენ უნდა უშლიდეთ ამ პოლიციელებს ან მათ რაღაცა კამერას ან რაღაცა ტექნიკას და რეალურად ჩვენ ვანათებთ სარიელ ადგილზე რომელსაც არავის არაფერი ხელი არ ეშლება ფუნქციონირებს მათი კამერაც თვითონ პოლიციელებს თუ დაგვიტოვებენ ჯარიმას ვაპირებთ რომ მაინც გავაგრძელოთ ჩვენ ეს ლაზერის განათება იმიტომ რომ ძალიან დიდ მუხს აძლევს აქციას და მართლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა ამ აქციის. ჩვენ თავიდან რომ დავიწყეს და ის ხმაური და იქიდანაც რომ წამოვიდა რაღაცა ემოციები, მივხვდით რომ მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ ამ აქციაზე რაღაცა პატარა წვლილი შევიტანოთ და დავეხმაროთ აქციას ხნეობაში, რაღაც შეძახილებში, და რეალურად ხო აქ რაღაც სხვა საკომუნიკაციო არაფერი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ მათი მოთხოვნები, მათი იდეები გავამჟღავნოთ ამითი რომ მივანაცოთ და რაღაცა სხვა მუხტი შევიტანოთ აქციაში. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ რაღაცა ისე დროს მოვიდეთ და ისე დროს წავიდეთ რომ ეს უსაფრთხო იყოს, იმიტომ რომ არ გვინდა რაღაცა ამ ლაზერის გარეშე იყოს პროტესტი რა.
ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, სიმბოლო არის და ამას ახლა თქვენც ხედავთ, ხო, ადამიანებისთვის როგორი მნიშვნელოვანია ახლა აქ პარლამენტის კედელს ლაზერი როცა ანათებს და მაქსიმალურად უფრთხილდებით მოკლედ ამ მონაპოვარს და მემკვიდრეობას, რომელსაც ვაგრძელებთ. ყველაზე ბედნიერი დღე იქნება, როცა ამ ლაზერით მივაწერთ, რომ გავიმარჯვეთ. კი, ხო, ეგ იქნება ამ დღეს ველით. წავიდით.